are always asking. What's up YouTube? Salami ყოველთვის ვინც უყურებს ამ ვიდეოს. მოკლედ ბიჭები, დღეს გვაქვს ალბათ ვიტყოდი ძალიან საინტერესო ვიდეო. დღეს შემოგთავაზებთ ფაქტიურად ალბათ ყველაზე ერთ-ერთ ასაკიან ცნობილ ფაქტიურად ნატურალზე ვილაპარაკებთ დღეს მაიკ ოჰიორნზე. ნუ ფაქტიურად ისეთ სიტუაცია არის, რომ რასაც ეგ კაცი თავის ასაკში აჩვენებს ვიზუალურ გარკვეულ რაღაცა ფორმას და ასევე გინდას თქვათ ძალისმიერებს განსაკუთრებით 4 ბლინი რო უყენია ხოლმე ნახევარწელს რო ეკეთებს ხოლმე 190 lbs-ია ხოლმე 4-20-იანი ამერიკული ანუ გამოდის 45 lbs ერთი ბლინი გამოდის ზუსტად 192-193 კილო. მოკლედ ეგ კაცი ძალიან მაგარ ჯანზია. ვიზუალურად ბაზარი არის კაროჩი, მაგრად გამოიყურება, მაგრამ ცოტაოდენი რო ევასებათ საერთოდ ამერიკელებს ცხავი და განსაკუთრებით მაგას განვიხილავ, მაგის ფაქტიურად დეტალურად ვაფშე მაგის ფორმას როგორ ვფიქრობ მე და რას ვფიქრობ, ჩემს გარკვეულ რაღაცა ექსპერიენსი რაც მაქვს მე წლების განმავლობაში უამრავი кейსები მაქვს ნახი ფაქტიურად ხალხის რომლებიც გამოიყენებენ ფარმაკოლოგიას მე თვითონაც ბოლო ფაქტიურად გამოდის უკვე მე 6 წელი ვარ ერთის ძალიან მშვენივრად მესმის როგორ არის მოწყობილი ჰორმონალური და ენდოკრინული სისტემა ასაკში რომ გინდა არ გინდა მილიონი პროცენტი ყველაფერი ქვეითდება ჩვენი ენდოგენური სისტემები მაგას ყველაფერს დეტალურად ბიჭები შევეხები და ალბათ ვიტყვი თავიდან იმ სიტუაციას რომ ზუსტად ჩემს არხზე არის შინაარსი ის რომ მე არ მიყვარს რაღაცა გარკვეული ტყუილი, არაეფექტური რაღაცა ვარიანტი და რაღაცა ზღაპრების მოყოლა. მე ვარ რეალისტი, მე თვითონ ფაქტიურად დაბადებული 90-იანებში რო ვიხსენებ, მე თვითონ მაშინ იყო რაღაცა გარკვეული ეპოქა, ვინც სულ ყველა იმიჩობდნენ მაშინ დარბაში, სულ ყველა სწავლდნენ რუსულ მეთანს, სულ ყველა იკეთებდნენ ზებოლს, ნანდროლონ დეკანოაც საფთიაქოს და ყველა მაშინ მალავდა ფაქტიურად. და მე წლების განმავლობაში მასე შეიძლება ითქვას, რომ ვიყავი ნატურალი, მოტყუებული ვარიანტში, რომ ყოველთვის მეგონა რომ იმენა რაღაცა გარკვეულად კვებაში და რამე განსაკუთრებულ სავარჯიშო პროგრამაში არის ფაქტიურად რაღაც საიდუმლოება და ამასობაში არა და საიდუმლო არის მხოლოდ ერთ რამეში იმაში რომ უნდა გაგიმართოს გენეტიკით უნდა დაიბადო ძალიან მაგარი გენეტიკით როგორც სტრუქტურული ისევე ჰორმონალური და ენდოკრინული სისტემით უნდა საათივით შვეიცარიული საათივით უნდა გიმუშავებდეს ნორმალურად ყველა ფაქტიურად ფუნქციები რაც არის შიგნით და უნდა ქონდეს კაი გენეტიკა და ყველაფერი თავისით წავა რა ასე რომ შეიძლება ითქვას ეგ არის შინაარსი მაგრამ დღეს ფაქტიურად მაიკზე რასაც ვილაპარაკებ. ნუ პირველ რიგში ხაზგასმით ვიტყვი ერთ ნიუანსს. მაგარ ჯანზი არის. ყველაზე მთავარი რაც შეიძლება რომ ითქვას, მაგას ინფორმაცია სტერიკების თემაზე მსგავს რაღაცებზე არ არის. ახსნი რატო? ამერიკაში ძალიან წოწო მაგებზე საუბარი. პლუს ადამიანი რაც უფრო არის მეტად გაპიარებული და მეტი გამომწერები ყავს და მეტი ის არის, მეტად პასუხისმგებლობას სთხოვენ იმ პონჩში, რომ სტერიკებზე არ იბაზრონ. იშვიათია ვისაც ყოფნის რეალურად იმის ყოლები, რომ ადგეს და მაგ თემებზე ილაპარაკოს, გახსნათ და რაღაცა. თვითონ რომ გამოიყენებენ და რაღაცა მასეთი პონტი, აკციალური ხარ თქმა უნდა არ არის. თვით გამოყენების კუთხით, მაგრამ ისეთი პონტი არის, რომ მაინც ყველა ერდება ამ თემაზე ლაპარაკს. იშვიათად, აი თქვა ძველი ბოდიბილდერები ვინც არის, იმათ პოდკასტებზე მაქვს ნახი, რომ გახსნათ ლაპარაკობენ უკვე რას იხებდნენ და რაღაცა, მაგრამ რო იცოდეთ, მაინც ყველა იტყუება. ყველა თავიდანვე რომ მიდიან პოდკასტებზე იქ ხვდებიან შესაბამისად რა შეკითხვებს რა შეიძლება მოყვეს და იქ უკვე შესაბამის თადარიგსა სუბორდინაციას იჭერენ იმ ვარიანტში, რომ რაღაცა ზედმეტი არ თქვან რა და რაღაცები თქვა თერასას ბაზრობენ დორიანეიცი, TikTok პლაცი ბაზრობდა რაღაცა ვიდეოებს, იქ შვარცაც რაღაცები აქვს ლაპარაკები. ნუ ვიტყვი იმ სიტუაციას, რომ ნამდვილ სიმართლეს არავინ არ იტყვის. ეგ არის სვეტში რა. მე ვიტყვი ჩემს სიტუაციას და ვიტყვი დაღეჭილად ამ პონტს იმიტომ, რადგან ჩემი ალბათ ვიტყოდი რომ მინიმუმ 1-40% ვიტყოდი 40-50% არიან ზუსტად ისეთი ხალხი ბიზნესმენები რომლებსაც პროსტა უნდათ ჯანმრთელობა რომლებიც არიან 40 წელზე ზევით რომლებსაც უნდათ რომ ვიზუალურად გამოიყურებოდნენ ნორმალურად ანუ არ უნდათ ჩემნაირი რაღაც არანორმალური რაღაცა თქვა რა ვიცი ცხენური პერფორმანსი ან უნდათ პროსტა რომ გამოიყურებოდნენ ვიზუალურად ნორმალურად უნდათ აქტიურად სექსუალური აქტიურობა გქონდეთ კაი განწყობა უბრალოდ და ასე შემდეგ რა და მაგ რაღაცა გარკვეულ ნიუანსებს დღეს განვიხილავ პროსტა ეხლა აღნიშნავ იმას რომ ნებისმიერ ვარიანტში რაც კიდე არ ვიბაზრო გინასტერიკებზე ამ მსგავს რაღაცებზე მაიქს აქ ძალიან მაგარი გენეტიკა იმიტომ რომ ფაქტიურად რაღაცა 4 მისტერ რაღაცა ნატურალ რაღაცას შეჯიბრი აქვს მოგებული მოკლედ იქ ამერიკაში 4ჯერ სადაც ფაქტიურად მან ასოციაციას ამბობდა რომ ეგ არის იმენ ნატურალი მე არ ამჯერა ნატურალი როგორი თემა არის ფაქტიურად ბევრი კლიენტი მყოლია ამერიკელი ბევრი მყოლია ევროპელი და ბევრი მყოლია ძალიან კიდე რუსეთიდან და ისეთ თემა არის ფაქტიურად რომ ყველგან
განსხვავდება რაღაცა ხედვები. იქით არის გარკვეული რაღაცა ვთქვათ კლას ამერიკელების, რომლებიც სარმებსაც უბერავენ, პეპტიდებსაც უბერავენ, გამომბენო არიან ნატურალები. იქ არის კატეგორია ხალხი, ვინც ვთქვათ, თუ ჯამში ფარმაკოლოგია აქვს მიახლოებით 1 გრამი კვირაში, ამის არის ნატურალი. არის მე იქ კატეგორია ხალხი, რომლებიც არიან ვთქვათ TRT-ზე და კაკბი ამობენ რომ TRT-ზე თუ არ და თუ ახლოს მაქვს რეფერალურთან ტესტოსტერონი, რაც არის ჩვენს ფიზიოლოგიასთან, კაკბი მეც ნატურალი ვარ. არის იქ მე ხალხი, ვინც ამობენ რომ არის რაღაცა ვთქვათ TRT პლუსი არის, კაკბი სპორტული TRT რა, ანუ როგორც ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ მე ვარ, ანუ რაღაცა გარკვეული მცირე რაოდენობა მაქვს ტესტი და იქიდან გზად რაღაცა გარკვეული ისეთი მცირე ანაბოლიკები, რომლებიც ვთქვათ მე მაწყობს რაღაცა გარკვეულ პერიოდში რა, რაზე მუშაობ გააჩნია. აი ამიტომ ისეთი თემა არის ფაქტიურად რომ არ ამჯერა რომ წინაც ეგ ახალგაზრდობაში იყოს უფთაზე. როგორც თქვი, გენეტიკა კაი აქვს და რაღაცა ბაზარი არის ყველაფერი, მაგრამ არა, შეიძლება რეალურად აი ვთქვათ, რავი, ტიპს ქონა ციკლი ელემენტალურად ვთქვათ, რავი, 1 გრამზე ქვეშ და ამობდა რომ არის ნატურალი, რადგან ბოდიბილდერები იქ უმეტესობა გამოიყენებენ 3 გრამს, 4 გრამს ჯამში ფარმაკოლოგიას. 3-4 გრამი ფაქტიურად ეხლა თქვენ რო ხდებოდეთ, ახსნე როგორ სიტუაციას. ეხლა გას მოვიდა ჩემთან ტიპი, რომელიც ცხოვრობს ამერიკაში. ბოლო მიახლოებით 1-3 წელი. კაჩაობს თავისით რაღაცა. იყო დახიმიჩებული ნორმალურად. ანუ ჩამიყარა ფოტოები, ვაიმე ისეთ სასწაული ფლაკონები იყო, აი შესახედავად ლამაზი პროსტა, რომ აი უზომოდ მიმზიდველი რა. და ის ტიპი რაღაც ვერავარო რა. და რო ჩავაბარეთ ფაქტიურად ანალიზები, აი რეალურად ალბათ ვიტყოდი, რომ ტოპ 3-ში ცვეთში უარყოფითი მკუთხით, რაც მე მაქვს кейსები დანახი, ის ანალიზები ფაქტიურად იყო რა. ღვიძის ფერმენტები ქონდა, რო თქვენ ხდებოდეთ, იქ იყო ზედაზღვარი მიახლოებით 60, რეფერალურები, მაგას ქონა მიახლოებით AST-ქუნა 1000 რაღაცა და ALT-ქუნა 1100 რაღაცა. მოკლედ რაღაცა კოშმარი იყო, რასაც ქვია რა, ღვიძის მხრივ. სისხლი ქონა 71%, ჰემატოგრით როც არის ჩვენთან სინევოში 51 და იქ იყო მე მგონი 50-53% იყო ზედაზღვარი. ტიპს ქონა 60 და რაღაცა რა. და ლიპიდური პროფილი ქონა მე მგონი ქოლესტერი რო იქ იყო მიახლოებით ზედაზღვარი თუ არასდები 200-იან 220, ტიპს ქონა მიახლოებით მახსოვს 370. აი პოლნი პროსტა პიზდეცი რა. უბრალოდ ის არის პონტი რომ ახალგაზრდა იყო ეგ ბიჭი, ახალგაზრდა არის მიახლოებით ალბათ 30 წლის. თქვენ რო ხდებოდეთ, ვითომ რო ჩანს ამერიკად ეგ მაგარი ფარმაკოლოგია აქვს, ეგ არის ზეზეული ზღაპრები. არა ეს ეგ მას სიმართლეში, იქაც ჩვეულებრივ ძალიან არაჰიგიენურ პირობებში მზადდება ანდერფარმა და არ არის მასეც, ნუ იფიქრებთ რომ იქ ჯანზე იმიტომ არიან ხალხი, რომ აი განსაკუთრებული რაღაც ფარმაკოლოგია აქვს. არა, უბრალოდ კაი გენეტიკა აქვს და რაც მეტი ხალხი ნელა თორთა გამავლობაში პოპულარიზაცია ხდება სპორტის, მეტი უფრო ბიჭები ერთვებიან სპორტში, მეტი უფრო ჩაერთვება და მეტი უფრო ტალანტი გამოჩნდება. და გზად რა თქმა უნდა ფარმაკოლოგია წვეთავს, მაგრამ რაღაცა განსაკუთრებული იქ მიწისქვეშა ლაბორატორიები და რაღაცა ზღაპრები რო აქვს, არა, კლასიკური ყოველას აქვს. წერიკები ფაქტობრივად ნორმალური ეს მიახლოებით ალბათ ვიტყოდეთ 7-8, ანუ ძალიან ბევრიც არ არის რა. სარმები არის ფაქტობრივად მე რაღაც ვარიანტში, მე არის პეპტაიდები, არის ჰორმონი, ანუ ისეთი რაღაცა განსაკუთრებულია, ინოვაციური მაინც და მაინც კაჩუკურ სფეროში არ არის რა. აი უფრო ბიოჰაკინგურ სფეროში რაღაცა ახალ პრეპარატებს კი იქ ტესტავენ ბიჭები. ეგ საინტერესო კუთხე არის, მაგრამ მაიგზე შემიძლია თქვა, რომ ეხლა იასნია კაცი რომ მაგდენ წელი იქ ამერიკაში არის და მაგას ეხლა რაც კავშირები და სუიაზები აქვს, მაგას ნორმალური ხარისხიანი ფარმის დათრევა არ გაუჭირდება. ეგ ერთი ნიუანსი. მეორე ნიუანსი არის 1979-იანი, ან არის 57 წლის ფაქტიურად. ანუ ასაკში ეხლა როგორც არის, ვიზუალურად გამოიყურება იდეალურად. მე ვიტყოდი როგორ სიტუაციას ფაქტიურად. გარდა იმისა, ხშირად მეუნევიან რომ აი კიკონ ანტიეიჯის თემაში და რაღაცა რას აქვს დიდი მნიშვნელობა და რა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანტიეიჯის თემაში ვიტყოდი ეს სიტუაციას, რომ ერთი რაღაცა გარკვეული ნიუანსი და ორი ნიუანსი, ეგ არის ზეზეული ზღაპრები. გამორიცხულია. შემიძლია თქვა რამოდენიმე ფაქტორი. პირველი, რაც ადამიანი არის ძალიან ჭარბ სტრესში, მან ანტიეიჯის საუბარი ზედმეტი არის. თუ არის ყოველთვის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალიან ჭარბ სტრესში, ეგ ორგანიზმს იმენ ანგრევს. ეგ არის პირველი ვარიანტი. მეორე, ალბათ ვიტყოდი იმას, რომ დისბალანსი ჰორმონალურ სისტემაში. ანუ არ არსებულია რომ ადამიანს არ აქვს რაღაცა გარკვეული გენეტიკური ბაგი. აი პროსტა მაგის შანსი არ არის რა. აი უნივერსალური აი ანალიზები ალბათ პრინციპში ვიტყვი ჩემ ბრო, აი გიოს კოჩორას ეხლა ხანს ანალიზები ვნახე და რეალურად პროსტა უნივერსალური ანალიზები ვნახე. აი ყველაფერი ქონა პროსტა იდეალური რა. ეგ იყო იშვიათი მაგალითად ბოლო ალბათ ერთი მინიმუმ 1 წლის განმავლობაში. ყველას რაღაცა თქვა აქვს არეული. ან დაბალი აქვს ტესტო, ან ლიპიდური პროფილი აქვს არეული, ან თქვა TSH-ი აქვს მაღალი. ყველას რაღაცა აქვს დისბალანსი. ანუ ჩვენ რა შევეცადოთ, თუ მიდის საუბარი ანტიეიჯზე და ჯანმრთელობას უფრთხილებით იმენა თქვა ახალგაზრდობიდან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ახალგაზრდობიდან ზუსტად ყველაფერი გვაქვს. რეფერალური ზღვარები რაც არის მგონილი ბიჭები, რასაც თქვა ჩვენ ვაბარებთ ანალიზებს, ისინი ჭკვიანმა ხალხმა მოიგონეს თვეში და რაც მაგეებთან ცოტა პლუს მინუს ვართ ახლოს, მით მაგას ხანგრძლივ პერსპექტივაში ჩვენ ჯანმრთელობას უფრთხილებით. ეგ ნიუანსი. და შენ ნიუანსი ახლა ალბათ ვიტყოდი იმ სიტუაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა
მნიშვნელობა კვების ძირითად მომენტს იმას, რომ ცილა ყველასაკლია ფაქტიურად. სპორტსმენები ცოტა უფრო მოვიდნენ ხო ზეიმ პონჩი, უკვე ყველა მიცის რომ 2 გრამი ცილა კილოგრამს უკვე ძალიან აი ყოველი მეორე მაღაზია ბაზრობს და ბოლივიენ სპორტსმენები ცდილობენ რომ 1.6 მაინც ჭამონ. ვიციან რომ ცილა საჭირო. უმეტესობას ალბათ ვიტყოდი 80-90% ჩვეულებრივ ხალხს ცილას ვერ შეაკლიათ. ანუ მინიმალური რაც ვიტყოდი რომ ალბათ 1.4-1.5 მაინც გრამი კილოგრამზე რომ არის საჭირო, რომ ჩვენში ფული ამინომჟავების იყოს ნორმალური. უმეტესობა ხალხს ეგ არ აქვს. ანუ უმჯობესია რომ ცილა ქონდეს საკმარისი რაოდენობა. და ვიტყოდი კიდე როგორ სიტუაციას. უზომოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ახლა გარკვეული ახალი გაიდლაინები და ახალი კვლევები რაც გამოდის მიტოქონდრიების შემთხვევას. ანუ რაც მიტოქონდრიები გვაქვს ჩვენ ბევრი და რაც გვაქვს ჩვენ კაი აერობული და ანაერობული პერფორმანსი, უფრო ვიტყოდი აერობული პერფორმანსი. მით ეგ არის ანტიეიჯის კუთხით მთავარი ვარიანტი. ამიტომ კარდიო ეგ არის საბაზისო ვარიანტი. რაც ახლა ფაქტიურად ჩვენ უყურებთ ახლა მაიქს, ვიტყვი ალბათ ორ ფორმატს. ალბათ ერთ ფორმატს როცა ხოლმე აქვს ხოლმე გადაღებები თქო რომ ხვდებოდეთ ბიჭები, გადაღებებისთვის და რაღაცა ფოტოებს ეგენი როგორ აკეთებენ თქვა თუ ხეშად, წლის განმავლობაში 8 თვე არის ჩვეულებრივ რეჟიმზე, ჩვეულებრივ რაღაც ფორმას ინარჩუნებს, რაღაც ხმის პროცენტულობას ცოტა მეც და არის აი ჯანმრთელობის ფარგლებში და მიახლოებით 3 და 4 თვე, რასაც გვიაკეთებს თქვა კატინგის ვარიანტს, და ჟაკეთებენ ისე თქვა აი მანიპულაციებს ნორმალურად. თქვა იცის რომ უხეშად ტიპს აქვს, თქვა გადაღება უშაბათს რა, უკვე მიახლოებით ერთი რა ვიცი. პარასკევიდან, შაბათიდან უკვე წყლის რაღაც გარკვეულ ბალანს დაიჭერს, რომ წყალი გამოიყენოს ორგანიზმიდან, ჩატვირთვას დაიწყებს თქვა ნახშირწყლებისას და მარილისას. მაგისად არის დაიჭერს, რომ იქ მარაგი თქვა უშაბათს დღეს გადაიღოს უხეშად თქვა რავი 200 ნორმალური ფოტო და იმ 200 ფოტოს გამოიზოგებს უხეშად რავი ყოველ თქვა რავი თვე დადებს მიახლოებით 10-15-20 ფოტოს გამოიზოგებს, ანუ მარაგს რაღაცას თქვა აგროვებენ საერთოს და მე წლის განმავლობაში მაგას ალაგებენ. იგივე სტოცი როგორც გადაღებაზე. აქვთ ხომ აქტიური პერიოდები, მაგრამ გადაიღებენ უხეშად თქვა რავი 20-30 ვიდეოს და ის 20-30 ვიდეო უხეშად არის ნახევარი წლის მარაგი. დანარჩენი მერე პერიოდი ტიპი გადადის ჩვეულებრივ ისეთ ვარიანტზე, ანუ რასაც ჩვენ უყურებთ ვიზუალობას, უმეტესობას რა, მთელ 10 წლის განმავლობაში სანამ თქვა ჩვეულებრივ ჩახვიდე რაღაცა ლაივში შეხვდა შემოსտ ფორმაში არ იყოს. იმიტომ რომ მასეთი ფორმის შენარჩუნება ჯანმრთელობისთვის და გინდა თქვა ფარმაკოლოგიის კუთხით, გინდა გიწევს ბევრი პრეპების კეთება. ეხლა დავიწყებ ყველაზე ტკბილს, მე წუთი. ჩემ თავზე შემიძლია თქვა, როცა ვარ სოლო ტესტზე, ვაფშე სოლო ტესტზე როცა ვარ, სოლო ტესტი მოხსაუბარი მიახლოებით 40 მილიგრამი, რაც მოხდება თქვა, ეხლა არის ხომ პერიოდები თქვა, თუ არ უფრო ძირითადად NTH-ზე, არის ხომ ხან პროპიონატზე რა ფაქტია. მეორე ალერგიული მე რაღაც ჩემი გარკვეული ისეთი სულ რაღაცა ცვლილებები მოხს ხომ ეგ ჩემი გარკვეული რაღაცა ისეთი შეიძლება ითქვას პირადი საკითხი, მაგრამ უხეშად როცა ვარ ხოლმე სოლო ტესტზე, ვიკეთებ მარტო გონადო სიალის თქვა და რაც არის ჯანმრთელობისთვის საჭირო თქვა რაღაც ბადები, ნუ ვიზუალურად აი ეს ფორმის სიხმელე ქრება. როცა მოდის თქვა რაღაც გარკვეულ ვარიანტში თქვა ზაფხული და მინდა რომ უფრო ცოტა შედარებით რაღაცა შრედი ვიყო, უფრო ცოტა გამომშალი, ცოტა ოდნა უფრო სხვანაირი აი ხორცის ფორმა მივიცე, დამატება მიახლოებით 5-10 მილიგრამი ოქსანდროლონის და მიახლოებით 50 მილიგრამი S4-ის და 100 მილიგრამი პროვირონის. მე მასდევს საზოხომი ვიზუალურ კაი სხვაობას. შეიძლება რამე თქვა რაღაცა პეპტაიდებიც მივაყოლო. პროვირონი იმ კონტექსტში უფრო ვიტყოდი, როცა თქვა მაქვს ხომ რთული პერიოდები და რაღაცა თქვა დეპრესიული პონტი წამომაწვება და თქვა ვატყობ ვიწვევი, მომატებ ხომ შეიძლება რაღაც გარკვეულ ვარიანტში შემთვის მე პროვირონს, პრეგნენოლონს და შეიძლება даже DHA დავამატო. ეგ ჩემი რაღაც გარკვეული кейსები ვარ. მაიქზე ხა რაც შემიძლია თქვა ის სიტუაცია, რომ ანუ იგივე თემაში არის ეგეც. როცა თქვა არის დასვენების პერიოდში ეგ ტიპი პროსტა მათ ორიაზე არ არის, ყველანაირ ჰორმონებში არის ჩანაცვლებული. რეფერალურთან და ფიზიოლოგიასთან მაქსიმალურად ახლოს. ნიუანსი პირველი. თუ უხეშად, კაროჩე თქვა, რავი, ეგ ტიპი ახლა არ ვიცი წონით ამდენია, მაგრამ პლუს მინუს უხეშად თუ არის თქვა. წონით 100 კილო, მაგას ტესტი უხეშად ექნება კვირაში მიახლოებით 200-250 მილიგრამი, შეიძლება ქონდეს ძალიან მცირე რაოდენობით პრიმა, 100-200 მილიგრამი. და რაც უკვე ფაქტიურად მე შესაბამისად თქვა, ახლო არის ჯანმრთელობასთან, ახლა იასნია T3 და T4-იც ექნება, თქვა T4 შეიძლება ქონდეს უხეშად 50 მიკროგრამი და T3 ქონდეს მიახლოებით რავი 5-12 მიკროგრამი, ეგ არის. GH-იც ცვეთში, ასაკში ხარ, რომელიც კაცი არის პაშტის 60 წლისა რა, მან ახლა პერიოდულად პრინციპში მაინც ინდივიდუალურია, შეიძლება არის მაგის გიპოფიზი მგზნობიარე და შეიძლება რეალურად ზის თქვა, აი ტესამორელინი, იპამორელინი თქვა და მსგავს რაღაცეებზე, CGC-ებზე და მსგავს რაღაცა ზის ჰორმონის სეკრეტო გოგებზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უფრო კაი ხარისხის ჰორმონი მიახლოებით 1.5-2 ერთეული მაგას წლის განმავლობაში აქვს. ციკლის პერიოდში. თუ მივასაუბარი ახლა თქვა უფრო აქტიურად გადაღებების ეტაპზე მე პროსტა არ ამჯერა რომ მაგასთან თქვა, თან პროსტა ის აქვს ამერიკელებს პონტი რომ ვინც კი კაჩაობენ, ანუ პრიმაბულონი მაგათვის 100 და 200 მილიგრამი ეცინებათ უბრალოდ. უმეტესობა ყველა ვინც კი ამერიკაში არის და მიდის საუბარი რაღაცა თქვა კუნთის შენების ეტაპზე, პრიმა ძალიან სვეთშია იქით, მაგრამ დოზირებები მიახლოებით ვიტყოდი 400-500-დან ზევით, даже 800 და даже ზოგი კეთებს გრამს. ამიტომ კლასიკა მანდ ექნება თქვა რაღაცა თქვა ცოტა მაღალი დოზირება თქვა
ტესტი, შეიძლება უხეშად 400-500 მგ. Მოიჭველი 400-500 მგ პრიმო, მან პროსტა 200-ზე არ არის. მასტერონი საკეთებს თავის სიხმელეს, მან პროსტა 200-ზე არ არის და მასტერონი ძალიან მაგრად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ანუ ადამიანს ვინც აი ნერვული რაღაცა გარკვეული აი ფონი შეიძლება ითქვას დაკომპლექსებულია და ვერ არის ხოლმე ხოძზე, მასტერონი მაგ სიტუაციას თვეში რადიკალურად ცვლის. დაჟე მცირე დოზები მიახლოებით 1000 მგ კვირაში. ეგ ექნება უეჭველი და დაში უკვე კლასიკა. დიდი რაოდენობა ოქსანდროლონი. ოქსანდროლონებზე გადაღებებზე და მსგავს რაღაცებისთვის რო ემზადებიან დაჟე ერთი თვით ადრე, ოქსანდროლონს დაჟე ვიცი ციკლები რო უბერავენ მიახლოებით 60-80 მგ-ს. რო რეალურად ოქსანდროლონი დიდი დოზირება, აი 10 დღეში და 2 კვირაში რეალურად მინახე ისეთი ხომ ცვლილება პროსტა ადამიანი როცა თქვა არის შრობის იმაზე, რომ აი რადიკალურად ვაფშე სხვადასხვა სურათი არის რა. ანუ ცვეთში ეგეც. და რა თქმა უნდა, პროსტა მანდორიაზე არ არის, როცა ხოლმე ტიპს ახლა ასეთი ვიზუალობა აქვს და რაღაცა აქვს, მაგათ ტრენსაც აქვს ცოტა ადგილი რა. შესაძლებელია პროსტა დაჟე ელემენტალურად მიახლოებით 150-200 მგ. ტრენზე ბოლო ხანებში ცვლილება ის არის, რომ რაც თვეკვირები არის ფორმებს ვიკითხულობ და ვისაც ურთიერთობა მაქვს, ტრენზე წამოვიდა ძალიან მაგარი მოდა ახლა, რაღაც გარკვეული მეორე ის წამოვიდა რაღაც ტალღამ. იყო მიახლოებით 1.5-6 წლის წინ ძალიან ცვეთში. ოღონდ იყო ცხენის დოზები, მიახლოებით 500 მგ, 800 მგ გრამი. და ახლა წამოვიდა იქით ძალიან ტენდენცია ტრენის მიკროდოზინგს ეძახიან, სადაც კვირაში მიახლოებით უბერავენ 1.40-50 მგ-ს. და სხვადასხვა მე ეგ თემა წავიკითხე რაღაცა გარკვეული კვლევა საინტერესო ანაბოლურ გარკვეულად ფონს ტრენი ქმნიდა დოზირებაში მიახლოებით 50 მგ და უკვე მაქვს ნაცდელი ჩემს ძალიან ბევრ მეგობარზე და მეც მიცდია, პროსტა მე ძალიან უზომოდ მგრძნობიარე ვარ და როცა უბერავ კროსფიტის ვარჯიშებს, მიცდია მიახლოებით 50-60 მგ. ნერვული სისტემის მხრივ ხდები უფრო გიპერაქტიული. ამიტომ ეგ არის ჩემთვის ხოლმე ზედმეტი ვარიანტი, მაგრამ აი ანაბოლური კუთხით და რაღაცა იქით ამერიკაში მცირე რაოდენობა მიახლოებით 30. ან აქვთ ხოლმე აცეტატი, თქვა ორშაბათი, ოთხშაბათი პარასკევი უხეშად იღებენ ინსულინს და იკეთებენ მიახლოებით 15-20 ერთეულს ხოლმე. იმისთვის რომ ვიზუალურ ფონს და რაღაცას ცვლისო, ძარღვებსაც და კაპილარებს უფრო ატყობს. კი, და ყველაზე მთავარი ნიუანსი ის არის, რომ кейსებში ფაქტიურად რაც მქონდა ნანახი და რაც მე ვნახე, რომ ხალხი იყვნენ მაგ დოზებზე, ჩემი ახლობლები და დაჟე რამოდენიმე კლიენტსაც მქონდა ეგ ვარიანტი და ვაკონტროლებდით ანალიზებს, მცირე რაოდენობით ვაფშე არაფერი ნეგატიური არ დავინახე. პროსტა ერთადერთი ნიუანსი ის აქვს, რომ მაინც ადამიანს თუ აქვს ჰიპერაქტიული ფსიქიკა და ნერვული სისტემა ცოტა აი უფრო ესეთი შუსტრია და სწრაფი არის. მაგის სიტუაციაში შესაძლებელია რომ მაგან ცოტა მაგ პონჩი გააკეთოს რაღაცა არავის ვარიანტი. და ისევ კიდე ვიტყოდი როგორ ვარიანტს. ვის თქვა ალბათ უბერავს უფრო თქვა. მყავდა ერთი კლიენტი, კროსფიტელი და ესეთი იდეა რაღაცა გარკვეული წამომივიდა თავში, მაგას ცადა და თქვა რომ ვაფშე არ იჭედებოდა და არანაირი ფანფი და რაღაც ვარიანტები არ აქვს. ამიტომ იქაც ფაქტიურად ეგ სიტუაცია არის, თან არის გამორიცხული რომ მაიკიც მიახლოებით 50 მგ-ს, რავი, იკეთებს სისტემატიურად. დანარჩენი მე გზად ალბათ ვიტყოდი იმ სიტუაციას, რომ იმენა რა სიბნელეც არის სიმართლეში ამერიკაში, რომ ჩანს იქ რომ ვითომ აი ძალიან მაგრა იციან, ძალიან ბევრი პროფესორია, ბევრი ბოდავს პროსტა აი პოპულარულები რო არიან. აი უზომოდ ის რაღაცა სიდებილეებს ლაპარაკობენ და ძველ რაღაცა ვარიანტებს, რომ პროსტა მეტი არ შეიძლება რა. არევასებად კიდე ინგიბიტორები არომატაზეს, ანუ ვაფშე ანასტაზოსთან მსგავს რაღაცა თემებს ვაფშე არ უბერავენ, ვითომ არ არის საჭირო და რაღაცა არა სიმართლის ცვეთში არის საჭირო რა. და ამიტომ არ არის ეგ ისე რომ აი თქვა ამერიკა და რაღაცა, მაგრამ თვითონ ახლა მაიგზე თუ მივასაუბარი, ფიქრობ რომ მაგას ეყოლება ისეთი ადამიანი, ვისაც თქვა კონტროლის ქვეშ ალბათ ნახულობენ იქ ფარისებულსაც, იქ ღვიძლსაც და ყველაზე მთავარიც არის ლიპიდური პროფილი ახლა რავი ტიპს. მაგის პრობლემა არ მქონია ხო, არ მგონია რომ მაგას ახლა კონდეს რა. საფლემენტების თემა აი უზომოდ მოსაწყენი არის ფაქტიურად რაც ეგბაზრობს, კვების თემასაც ეგბაზრობს, უზომოდ მოსაწყენია, მათ ყოველთვის არის ბიჭები კლასიკა რა. როცა იკლებენ და კატინგის ეტაპი არის ვთქვათ, აკლებენ ვთქვათ ენერგიის ვარიანტში, აკლებენ ცხიმებს და ნახშირწყლებს, ცილა ყოველთვის რჩება პრიორიტეტად ნებისმიერ ვარიანტში. დანარჩენი საფლემენტებსაც უყურებ პროსტა ხანდახან გული მერე რო აი რო უსმენ რო აი გლუტამინს ვიღებ და აი ამ პროტეინს და აი ბეციას და აი იმას მე ყველაფერს ხო შენ თახვდები რომ ეგ არის პროსტა რეკლამა და ეგ არის რაღაცა ბეიბი საბავშვო რაღაცა ზღაპრები კაროჩი რა. მოკლედ ესეთი კონტექსტი არის დღევანდელი ფაქტობრივად ვიდეოსი. მე მინდა რომ მაქსიმალურად ხალხს ანუ მოგცეთ ისეთი კონტენტი, რაც არ არის ანუ რეალურად პრუფი და რეალურად ნამდვილი კონტენტი. ანუ არ არის ის ვარიანტი რომ ეხლა რაღაცა ზღაპრები მოყვება და რაღაც იქ ბაზრობენ. ანუ ჩვეულებრივ უმეტესობას უფრო გათვლილი აქვს სპონსორული კონტრაქტები, სადაც თქვა იქ რაღაცა გარკვეული საკვები დანამატების თქვა რაღაც გარკვეული კომპანია აძლევს ძალიან დიდ პროცენტს უხეშად რა ვიცი 15-20-25%-ს და იმათ შინაარსი რომ უმეტესობა ვინც უყურებენ თქვა ეს მოზარდები და რაღაცა გაყიდონ პრეორკაუტები ჩვენ ყველაზე მეტად ის არის პრიკოლი რომ ანუ სტერიკების თემაზე არ უნდათ ბაზარი და ამასობაში სხედან თვითონ და ყველაზე მთავარი კიდე რას არის პრეორკაუტების იმას ეწევიან რეკლამას სადაც პრეორკაუტებში აქვთ ერთ სკუპზე კოფეინის დოზირება მიახლოებით 300-400 და დაჟე 500 მგ არის ისეთი ისინი და აი გვერ მესმის ხომ ეგ ვარიანტი
ვარიანტი და ამიტომ რასაც საკვების დანამატები არის ყველაფერი ძალიან მოსაწყენი არის მაგეებზე დაჟე ვთქვა რავი არაფერზე არ ღის ფიქრი რომ საკვები დანამატი ეგ არის პროცესის საჭმლის დანამატი რომ მანდ არაფერი ისეთი არ არის და ფიქრობ რომ ახლა მაგას ფაქტიოთ რაღაცა ვთქვა ბადების ანუ ბიოლოგიურად აქტიური დანამატების ვთქვა რაღაცა კალათა და ნორმალურად ასე ვთქვა საჭირო არის ციკლის პერიოდში ეგ ყველაფერი ფიქრობ რომ მაგ ადამიანს ექნება ანუ ნუ დაიჯერებთ იმ ზღაპრებს რომ რაღაცა ვთქვა ისეთი უნივერსალურია პროსტა ყველა ადამიანს რაღაცა ევასება იმის თქმა რომ აი თვითონ როგორი უნიკალურია რომ მაგით მოიზიდოს ალბათ ჰაიპი და მაგით მოიზიდოს ხალხი რომ აი თვითონ მაგას სახში ნატურალი და რაღაცა და როგორ გამოიყურება და როგორი განსხვავებულია სიმართლეში არავინ არაფრით განსხვავებული არ არის ჩვეულებრივად ჩვენ ერთმანეთს ყველა გავართ პროსტა უბრალოდ როგორც თქვი თავიდან ვიღაცას თქვა გაუმართლა მაგრამ გენეტიკით ვიღაცას თქვა ძალიან გაუმართლა რეცეპტორების მგზნობიარობით ფარმაკოლოგიის მიმართ იმიტომ რომ არის ხალხი რომ უხეშად რავი აი ტიპი იღებს თქვა რავი 500 ტესტს რავი 400 მასტერონს 400 დანდოლონს და რავი თითქოს დიდი არაფერია და მე რომ მაგდენი გავიკეთო მე მინდა გავსკრები მე კიდე პირიქით თქვა მგზნობიარობა მაქვს პროსტა უბრალოდ სხვა სპორტის სახეობას უბერავ მე და ჩემ სიტუაციაში კატეგორიულად დიდი დოზები და რაღაცები არა ჩემ თქოში მე არ მისწორდება რა ამიტომ პროსტა ის არის შინაარსი რომ ჩვეულებრივი ტიპია, კაი გენეტიკით, დარწმუნებული ვარო და აი კანისთვის და თმებისთვისა GHQ რაც არის ფაქტიურად, რაც არის თქვა აი BPC რაც რეგენერაციას ეხმარება, მაგის ასაკში და მასე წონებს უბერავს და რაღაცა, იქ შეიძლება BPC-ზე რავი დღეში 2 მილიგრამზე იმინა წევს სულ ფაქტიურად და თან ახლა იასნია რომ პეპტიდების ცემა ახლა იმდენი ნაგავია და იმდენი მოთხოვება არის, ახლა ხანს მოვიდა ჩემთან ერთ ადამიანი კონსულტაციაზე გამოწვეული იქნა საერთოდ ჩინეთიდან ცოტა რაღაცა ნაგავი, იმიტომ რომ ანალიზები ქონა პროსტა ისე ქონა არეული იმუნური სისტემა პროსტა ადამიანს რომ რაც ვკითხე, რომ პროსტა იყო ნაგავი. პირველი როგორც ეგ გამოვიღეთ და გადავაბარეთ ანალიზები მიახლოებით 1-2 კვირაში, რადიკალურად სხვა სურათი იყო. ამიტომ პეპტიდების ახლა ვარიანტზე ნუ ეშურებით, სადაც არის IF-ში და რაღაცა. ყველაზე ბევრი ახლა ალბათ ვიტყოდი რომ ნაგავი და ბევრი რაღაცა გარკვეული უარყოფითი ვარიანტი არის ახლა ალბათ იმენა მოდის როგორც დადებითი, ასე უარყოფითი იმენა პეპტიდებზე. იმიტომ რაღაცა თქვა მოდაში რაც შემოვა და გაყიდვაში წავა, იმაზეც მოდის ფაქტობრივად უხარისხო რაღაცა ვარიანტი რა და მაგას ახლა მაიქს იასნია GHQ-ც, BPC-ც, QIP-ც და შეიძლება даже ხანდახან თქვა ციკლებაც TB-ც აქვს რა. ამიტომ სრულად იქნება დაკომპლექტებული მაიკ ოჰიორნი. ეგ ცვეთში იცოდეთ თქვენა, არ დაგეჯეროთ რომ ეგ არის რეალურად ნატურალი და მასეთი განსაკუთრებულია და რაღაცა გარკვეული მაგისი 49 $-იანი რაღაცა დიეტა უნდა იყიდოთ რომ მაგისნაირი ფორმები თქვენ გქონდეთ. ეგ არის მოკლედ ბიჭები, ვისაც თქვათ ხარისხიანი რაღაცა გარკვეული დანამატები გინდათ, ჩემი სპონსორი Prime Muscle Store, აი რეალურად პროდუქცია აქვს ყველანაირი და ძალიან ჯიგრული ხარისხის, ვისაც გინდათ შეგიძლიათ თქვათ მან დაითრიოთ. დანარჩენი ვისაც გინდათ თქვათ რავის დახმარება ნებისმიერ სფეროში, ჯანმრთელობა, პერფორმანსი, კუნთების აშენება და ასე შემდეგ, იცით როგორ მომძებნოთ პირადში. ყველა იყავით ჯანზე, ყველას დროებით. Adiós.